თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში საკრებულოს წევრი თავისუფალი დემოკრატებიდან კობა ჩხეიძე მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონო კობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ახალ პოლიტიკურ ამპლუაში თქვენი პირველი სტუმრობაა ჩვენს სტუდიაში. და ძალიან საინტერესო იქნება დღეს მას შემდეგ რაც თქვენ ოპოზიციაში გადახვედით, რა პრეტენზიები გექნებათ მმართველ გუნდთან, თქვენ აღნიშნეთ რომ ბიუჯეტის არაეფექტურ კარგასთან გვაქვს საქმე. რახან ახალ ამპლუაში ვარ, მაშინ პატარა შესავალსაც გავაკეთებ, მივესალმებ მაყურებელს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ერთგული ვრჩებით იმ საარჩევნო დაპირებების, რომელიც კოალიციის ფარგლებში გავეცით მოსახლეობას და სწორედ ამის გამო არის სწორედ ჩვენი ის პოზიციები გაჟღერებული, რომელიც საზოგადოების დაკვეთა იყო ამ შემთხვევაში და სწორედ იმ საკითხებს შეეხება. ვერათ უფრო მწვავე გახდა სწორედ მას შემდეგ, რაც კოალიციის რიგებს გამოეყავით. მანამდე ასეთი თქვენი შეფასებები არ ყოფილა. შესაძლებელია ობიექტურად მსჯელობდეთ ამ შემთხვევაში, გეთანხმებით, მაგრამ მსჯელობის საჯაროობაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ჩვენ არასდროს არ ვაკლებდით კრიტიკას და ამას თვითონაც აღიარებენ. რა თქმა უნდა, შიგნით ხდებოდა, იმიტომ რომ კოალიციას ახასიათებს თავისი წესები და ამიტომ ჩვენ იმ პარტნიორებთან ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები დებატების საკითხებში. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, ჩვენ რა თქმა უნდა მოსახლეობის წინაშე გაცემული დაპირებების და ვალდებულებების თანმიმდევრულები ვრჩებით, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოხდეს და მეტიც გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და გვაქვს მკაფიო მიმართულება, რომ ჩვენ გვესმის, რომ ბიუჯეტი შეიძლება არ იყოს დიდი ციფრებით წარმოდგენილი, იმიტომ რომ აღარ მოდიოდეს წინახელისუფლების გავსად მიზნობრივი ტრანსფერები დაუშვათ იქ კოშკის შემშენებლობის თუ სხვა ღონისძიებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომ ნებისმიერი თანხა იყოს მაქსიმალურად ეფექტურად დახარჯული, იყოს ვადებში სწორად გაწერილი და სწორად დახარჯული. პრაქტიკულად ჩვენი მოთხოვნები ეფუძნება მარტივ საბიუჯეტო მოთხოვნებს, ანუ ჩვენ ვითხოვთ კანონის სრულ და ზედმიწევნით მიმდევრობას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ 13 მილიონის განკარგვა უფრო ეფექტურად და უფრო თანმიმდევრული, სწორად განსაზღვრული ნაბიჯებით შეიძლება იმის აღკვეთა, რომ ეს თანხა გადატანილიყო მომდევნო წლის ბიუჯეტში? ეს თანხა გადადის სამწუხაროდ მომავალი წლის ბიუჯეტში. ჩვენ ვითხოვდით და ჩვენ გაოცებულიც კი ვიყავით იმის გამო, რომ ამ თანხა და როგორც ვიცი კიდე დაემატება სავარაუდოდ 4-5 მილიონი და გამოდის რომ წინა წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17-18 მილიონზე ადის უკვე საუბარი, რომელიც შეიძლება გადავიდეს მომავალი წლის ბიუჯეტში. ერთი მხრივ ამ შემთხვევაში მერია იქნება, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეკონომიკური მაჩვენებელი, ანუ კერძოდ ის პროექტები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო და მაგალითისთვის მოგიყვანთ იგივე ჟილინის არხს, რომელსაც ბრალდება ამდენი ჩვენი დატბორვა. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში მისი გაკეთების იყო მარტივი, როდესაც შესყიდვების შესახებ კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ საკრებულოს თანხმობით კომპანიების შერჩევა და უშუალოდ მათთან მოლაპარაკება იმისთვის, რომ თუ კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არიან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეგვიძლია ამ ფორმით ვაწარმოოთ მოძრაობა და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ტენდერები, რასაც ეყნობა ძირითადად მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ ეს არ არის ეს მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად და ტენდერები ჩავარდა ამ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ამის აღკვეთა შესაძლებელი იყო? ამის აღკვეთა, ანუ ტენდერების თემა ცოტა განსხვავებულია და მაგაზე ცოტა გვიან ვისაუბროთ. მე უბრალოდ ვამბობ გამოსავლის ძებნაზე. ნებისმიერი ხელისუფალი ყოველთვის უნდა იყოს ფაქტიდან უნდა ამოდიოდეს და უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად მოკლე გზა იპოვოს იმისა, რომ მოაგვაროს პრობლემა. პრობლემა ამ შემთხვევაში უფულობა კი არ იყო, ფულიანობა აღმოჩნდა, იმიტომ რომ როდესაც გააქვს ამდენი სახსრები, გაწერილი გაქვს პროგრამულად გაწერილი გაქვს ბიუჯეტი და ბიუჯეტი როგორც კანონი ამ შემთხვევაში გავალდებულებს, რომ ის აღასრულა, ანუ დახარჯვა ის თანხები კონკრეტულად ამ პროგრამების მოსაგვარებლად. მაგალითად გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც იანვრიდან დაგეგმილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა პირობითად
გარკვეული საქმიანობის ხარჯთაღრიცხვების თუ სხვადასხვა საქმიანობის გაწევას გახდა ცნობილი თურმე მათი შეუსრულებლობის შესახებ დაახლოებით ზაფხულის მიწურულს გახდა, ანუ აღმოჩნდა რომ მერიას ჰქონდა უკვე თანხა, რომელიც ორჯერ ჩავარდნილი ტენდერით იყო, მას შეეძლო სხვა ტიპის ქმედება. ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს საქმე, რომ წლევანდელი ფული ათვისებული იყო წელს და შემდგომ წელს ახალი ფულით გვემსჯელა და გვეკეთებინა საქმეები. მეორე, რაც შეეხება ტენდერებს, აქ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამდენი თანხიდან, რა თქმა უნდა, ნაწილი არის ეკონომია, მაგრამ ნაწილი არის ჩავარდნილი ტენდერები, ანუ როდესაც კომპანიებმა საერთოდ უარი განაცხადეს ტენდერებში მონაწილეობას. მე აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ზოგადად საკრებულოს ხომაზეც ვთქვი, მაქსიმალურად საჯარო და ტრანსპარენტული გავხადოთ ტენდერების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ რაც შეიძლება, მაგალითად გავაკეთოთ ტელერეკლამა მარტივი, რომელიც იტყვის, ანუ გაცხადდება სადმე პრესაში, ინტერნეტში თუ სხვა საშუალებებით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის რა ფორმითაც დღემდე ეცნობება კომპანიებს, რომ გამოცხადდა ტენდერი, ძალიან ვიწრო კომპანიების შეიძლება, მოდი ასე ვივარაუდოთ, უკეთესი იქნება, ასე ვიტყოდი, უკეთესი იქნება თუ მაქსიმალური ტრანსპარენტულობით პირველ რიგში გავსდიდით კონკურენციას ამ კომპანიებს შორის, და რა თქმა უნდა, ფასზეც იმოქმედებდა, ანუ დაიწევდა მაგ შემთხვევაში ღირებულება პროექტების და მეორე რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, ეს აღარ იქნებოდა ადგილობრივი კომპანია თუ ნებისმიერი კომპანია შეძლებდა მიღებას მონაწილეობას. ძალიან ხშირად ბატონო კობა გვესმის, რომ ტენდერი არ შედგა, კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კომპანიასთან ურთიერთობის დროს უფრო მკვეთრი იყოს სახელმწიფო იმისთვის, რომ ასეთი ტიპის არგუმენტებით მოსახლეობა არ დაეზარალდეს? რა თქმა უნდა, დღეს ითქვა კიდეც მერიის მხრიდანაც, ახლა მე დარწმუნებული ვარ, არც მათ აქვთ კეთილი, კარგი განწყობა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე გვაქვს ერთი მხრივ სისტემურ პრობლემასთან, თუმცა ჩვენი აზრით არის მეორე ტიპის გადაწყვეტილებები მისაღები, განსაკუთრებით იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც არის სწრაფი და გადაუდებელი საქმიანობის კონტექსტში განსახილველი, ამ შემთხვევაში საკრებულოს შეუძლია და სურვილიც აქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა მიცემს ამაში თანხმობას, რომ ერთ პირთან იქნება თუ გამარტივებულით იქნება თუ როგორც ნებისმიერი ფორმით მიცემს თანხმობას მერს, რომ მან აწარმოოს მოლაპარაკება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ინტერესი არის ეფექტურობის გაზრდა, გვინდა რომ მაქსიმალურად თქვენ ეს გესახებათ ხშირ შემთხვევაში თუ კი ტენდერები არ ამართლებს, ამ შემთხვევაში პირდაპირ მოლაპარაკების წესთან გამარტივებული წესი. პირდაპირ მოლაპარაკების წესიც გარკვეულწილად ტენდერს გულისხმობს, რომ კომპანიების შეჯიბრებითობაზე ორიენტაციას გულისხმობს კიდეც, ანუ რამოდენიმე კომპანიას ეცნობება, რომ ჩვენ გვინდა ამის პირობითად მერი აცნობს, რომ ასეთი საქმიანობაა გასაკეთებელი და ისინი იწყებენ თავის წინადადებების და შემდეგ უკვე ეს პრაქტიკა სხვათაშორის იყო წინა ხელისუფლების პირველ პერიოდში, იმიტომ რომ როდესაც ცოტა საქმიანობა უფრო სწრაფად მოუწესრიგებული ერთი მხრივ აქ არის გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობაზე ძალიან დიდი კონტროლი საჭირო, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ცვლილებით შესყიდვების კანონში ცვლილებებით მოხდა საკრებულოს ჩართვა და ან თავრობის აჭარის თავრობის ამ შემთხვევაში ნებართვის მიცემის ვალდებულება არის განსაზღვრული, ეს ორი მოკლედ ბერკეტი უზრუნველყოფს ერთგვარად. რატომ არ იყენებს ბათუმის მერია მაშინ ამ მეთოდიკას? არა, სხვათაშორის დღეს გქონდათ უკვე საუბარი. დღეს ჩვენ რო ეს კითხვა დავსვით, ამის შემდეგ უკვე ითქვა, რომ არის ისეთი საკითხები, რომელზეც იმედია, მეც გამოთქვამ, რომ მაქსიმალურად ჩქარა დაიწყება ამ ტიპის ქმედება. ანუ მათ აქვთ დაგეგმილი როგორც ჩანს ეს, უბრალოდ ვერ მოახერხეს. ვერ მოახერხეს. მოსახლეობა არის თანხა, არის პროექტი, ყველაფერი არის იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს კომფორტული და ზარალდება მოსახლეობა. თქვენი საინტერესოა ხვალ, მაგალითად, კენჭისყრა გადაიდო ხვალისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ არ დაუჭერთ საკითხს ხალხს. ეს თქვენი პროტესტი, რას ფიქრობთ, იქნება შედეგის მომტანი, რაიმე ცვლილების მომტანი თუ უბრალოდ თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ? დღეს მე ვფიქრობ ასე, რომ ჩვენი ფრაქციის პოზიცია ამ შემთხვევაში არის იქიდან გამოწვეული სწორედ ამ ყველა პრობლემიდან, იმიტომ რომ გვინდა რომ მერია მეძებოს უფრო მოკლე გზები და ამისთვის ჩვენ არ ვაძლევთ იმის ფუფუნებას, რომ
მხარი დაუჭიროთ თუნდაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ თუ კი არ იქნება F-ი, არ იქნება -F-ი რა, მოკლედ ესე რომ ვთქვა, ჩვენ კონკურენტულად, ანუ რაღაც პოზიციების შეჯერებით მოვახდენთ ერთმანეთის უფრო გააქტიურებას ამ ერთი მხრივ. ამიტომ გვინდა რომ არ დაუჭიროთ ხარი ამ პროექტს და მე ვიცი რომ ნაციონალური მოძრაობა იკავებს თავს მხარდაჭერისგან, ანუ ყველა პროგრამასთან დაკავშირებით და პოზიციის გაჟღერების კუთხით ახალ ოპოზიციასაც თქვენ ერთ მოსაზრებად. არა, ისინი თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ჩვენ კაფეო თქვით რომ არ დაუჭერთ ხარს ახალი ოპოზიცია გიორგი ცინცქილაძე მასაც ძალიან მკვეთრი შენიშვნები ჰქონდა და ამით სხვათა შორის ოცნების შიგნითაც ოღონდ ისევ და ისევ არასაჯაროდ და კულუარულად არის დიდი დებატები. მე შეგახსენებთ რომ 9 პარტიისგან შემდგარია მთლიანად საკრებულო, ამიტომ 9-ვე პარტიას აქვს თავისი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის. ბოლო კითხვა იქნება, თქვენ როდესაც იყავით კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენელი, მაშინ თქვენი ინიციატივები და პროტესტი უფრო მარტივად იყო დასაფიქსირებელი და უფრო ხშირად ითვალისწინებთ, თუ დღევანდელი პოზიცია თქვენთვის უფრო ხელსაყრელია? ჩვენი პოზიცია არა, სხვათა შორის უბრალოდ ვერ ვიტყვი ესე ჩვენი პოზიცია. შედეგის მომტანი რომელი პოზიციიდან იყო თქვენი საქმიანობა? ეხლა არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგალითად საჯაროობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევა, როდესაც არ გამოვიდა მოკლედ ჩემი პოზიცია, მაგრამ რეგლამენტში ასახვის კუთხით, რა თქმა უნდა, ყველა მხარი დაუჭირა მაქსიმალურად საჯაროობის უზრუნველყოფას და შესაბამისად მივიღეთ, რომ ეს ყველას დამსახურება ხაზს უსვამ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, უბრალოდ მოხდა იმის ასახვა რეგლამენტში და შესაბამისად მივიღეთ დარბაზები, მივიღეთ მრჩეველთა სათათბირო ორგანო. კი ბატონო, იყო გათვალისწინებული და სათათბირო ორგანო, აქვე მინდა ვთქვა, რომ არსებობდა ახალი ხელისუფლება. თუმცა მეტი დამოუკიდებლობა მიეცა მას, ანუ არის ცვლილება იმ კუთხით, რომ თვითონ ირჩევენ ხელმძღვანელს, თვითონ შექმნიან უკვე თავის დებულებას და მეტი ანგარიშვალდებულება უჩნდება უკვე თუ ამ თემაზე გვინდა საუბარი, კი ბატონო, გეტყვით, რომ კოდექსმა, თვითმმართველობის კოდექსმაც გაყო უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების კომპონენტი მოაშორა საკრებულოს, დატოვა მხოლოდ მაკონტროლებლად, შესაბამისად გამოდის, რომ დარბაზები და იგივე საკრებულოს გაგრძელება გამოდის, უბრალოდ გაშლილი უფრო საზოგადოებაში, ამიტომ ურთიერთშემავსებელი, ამიტომ ჩვენ ინტერესში მათი განვითარება არის და უბრალოდ ძალიან მარტივად რომ თქვა, ამ მრჩეველმა, რომელმაც მოგცათ თქვენ ხმა. როგორ უნდა იფიქროს თქვენი საქმიანობა კოალიციის შიგნით უფრო ეფექტური იქნებოდა მისთვის თუ კოალიციის გარეთ, ეხლა ოპოზიციიდან უფრო შედეგის მომტანი იქნება? ჩემს ამორჩეველს მინდა უთხრა, რომ აბსოლუტურად ზუსტად იმ დაპირებების მომხრე რჩები, რომელიც გავეცი და ასე ადვილად მე ვერ შემაცვლევინებენ ჩემ პოზიციას, ვერაფერი ვერ შემაცვლევინებს, ეს პოზიციები უკავშირდება თუნდაც საცურაო აუზთან და აუზის მშენებლობის თემას, ეს იქნება იაფის სახლის პროექტი, რომელიც იმედია რომ ეს მოკლედ აღარ ვიცი რა დავარქვათ რა, ანუ თანხები რომელიც მოგზაურობს ბიუჯეტიდან ბიუჯეტში, ანუ წლიდან წლამდე იმედია დაიწყება ერთხელ და სამუდამოდ რაღაც მშენებლობა აქტიურობა და ამით განხორციელდება კიდევ ერთი ესეც ჩვენი ინიციატივა იყო სხვათა შორის და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა დაგობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ტელემაყურებელს შევახსენებ, კობა ჩხეიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.